მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე. სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მოსმენელებს, ვინც გისმენთ FM 103.9-ზე რადიო პალტრის ეთერით. ასე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, ვინც გიყურებთ ტელეკომპანია პალტრა ნიუსის ეთერით. ასე მივესალმებით ჩვენს თანაწამყვანს პარასკევს დათო ზურაბიშვილი ჩემთან ერთად. ხო, დამოვიწყდა უცბად დავამატოთ, რომ ეს არის საავტორო გადაცემა რეზიუმე. თორემ მაშინ სხვა რეგულაციების ახალი კანონით ყველა გადაცემის წინ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის საავტორო გადაცემა, რომ რაღაც განსხვავებული რეგულაციები ვრცელდება და ასე შემდეგ. ყველაფერი ჩვენი აზრია, ასე ვთქვათ, ხო, ჩვენი მოსაზრება. დავიწყოთ პრინციპში ბოლო ამბებით, ეს ნიკა გვარამიას დაკავებით. ხო, უკვე მესამე პოლიტიკური ლიდერი ერთი კოალიციიდან არის დაკავებული. ყველაზე საინტერესო ამ ვითარებაში შემთხვევით აღმოჩნდა ირაკლის არქუას განცხადება და კომენტარი ამ თემაზე. ის ამბობს, მარტივია, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აღასრულებთ, ციხე. ძახილის ნიშანი. ყველანი ციხეში. ხო, დაახლოებით სააკაშვილის ის არის, რა თქმა უნდა, მოდელირებული ვარიანტია. ყველანი ციხეში. საერთოდ აი რის თქმები და ისე და თავის დროზე ხა ნაცმოძრაობის ხელისუფლების აი უკიდურესი არაპოპულარულობა, რომელიც 2012 წელს გამომჟღავნდა იმაში, რომ მთელი საქართველო დაირაზმა მათ წინააღმდეგ ხმის მისაწემად, არ იყო გაპირობებული მაინცა და მაინც იმითი, რომ ისინი არ ღვევდნენ ადამიანის უფლებებს. ძალიან ბევრია ჩვენთან ადამიანი კონფორმისტი, რომელიც მზად არის ყველანაირ სიტუაციას მოერგოს და ეს ახლანდელმა რეჟიმის პრინციპი კარგად გამომჟღავნდა, იმიტომ რომ არის ის ხალხი, რომელიც მაშინაც აპროტესტებდა დარღვევას და დღესაც აქტიურად აპროტესტებს და ბევრია ასეთი, მაგრამ ასევე ძალიან ბევრია ისეთი, რომელიც მაშინ ძალიან გაბრაზებული იყო და დღეს აბსოლუტურად იგივეზე, როცა უდანაშაულო ადამიანის დაპატიმრება იქნება თუ სამართლობა, არანაირად არ იქნება. აქ ხაზი უნდა გაუსვათ, რომ უდანაშაულობაზე იმდენად არ არის საუბარი, რამდენად არაპროპორციულ საჭიროა. ფორმალურად ეხლა მზიაცზეც თქვა, რომ შეიძლება რა ვიცი, რაღაცა ციხე ამის გამო და 4-დან 7 წლამდე. ხო, იგივე არის ეხლა ეს მათედევიძის ამბავი, იგივე მოხლია სხვათა შორის პოლიციელზე თავდასხმა. ხო, ნუ ეხლა რაზეა ლაპარაკი, ეხლა ჩვენ ახლა კაი ჯობს უკრევს, იქ მანქანას კიდევ ტიპის თან რა სიტუაციაში. ხო, ჯოხის მოუგნია პოლიციელს. კი ბატონო, ფორმალურად დანაშაულია. პოლიციელსაც არ მოუგნია, მანქანას ურტყავს. არა, პოლიციელებისკენ იქნევს ესე და ერთი პოლიციელი ამბობს ჩვენებაში, აი მხარზე მომხდა და ოდო მეტკინა ჯოხი თუ რაღაც. კარგი, ფორმალურად ყველაფერი შეიძლება დანაშაული იყოს, მაგრამ სასჯელის პროპორციას ხო გააჩნია. სხვათა შორის ხო 4 წლით რო სვამ 21 წლის ბიჭს ციხეში. და მე ამას რო ამართლებენ ეხლა ჩვენ Facebook-ზეც ბევრი ყავს ჯერ კიდევ შემორჩენილი ის ხალხი, ვინც აი ნაცების დროს აკრიტიკებდა ძალადობას და ეხლა ამ ყველაფერზე ტაშს უკრავენ და საგებია და ეს არის კონფორმიზმი მეტი არაფერი კაცო თვითონ ძალიან ენაღლებათ ეხლა პოლიციელს მოხდა თუ არის პოლიციელის ტკივილი ტკივად თითქოს. აქ არის ძალიან ელემენტი კონტექსტ გააჩნია, როდის ხდება. მაგასაც მნიშვნელობა აქვს სასჯელის გამოტანისას. ეს ხდება იმ დროს, როდესაც მიტინგი აქცემეს და შენ საპასუხო რეაქცია გაგდა, შეიძლება ამ დროს ჩაარტყა ვიღაცას, კი, ესეც დარღვევა, მაგრამ ეხლა ამის დაჟა და მეორეა თავდასხმას ვარ ამია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ორმაგი სტანდარტი და ორმაგი სამართალი, ასე ვთქვათ. ხო, ეხლა კარგი ჯოხი რომ მოიქნია, დროში შტარიამ დაპირისის ჩხუბი იყო, ხო, ეხლა ჩხუბი რა ის ხდება ეგეთი რაღაცა. ზოგჯერ საერთოდ არ არის მაგაზე. ზოგჯერ თვეებს 3-4 თვით წვა. ბატონო, მოიქნიათ, რა ვიგეთ რომ დანაშაულია, მაგრამ შენ როდესაც აკეთხა მეორე მხარეს ყავს პოლიციელები, რომლებაც ხავს სკვირპერი დაულეწეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის. არა, ეს გასაგებია. ყველაზე მეტად გასაგები არის ქართული ოცნების მომხრეების. კი, მაგრამ მაგაზე ჩუმათარია და იმუსებია. ეს როგორი სამართალია ეხლა, ხო? წაქცეულს 10 პოლიციელი ურტყამდა და სიფათი გაუერთიანეს ადამიანს და ცხვირი აღარ ეტყობოდა და თვალები აღარ ეტყობოდა. იმაზე რომ ადამიანს არაფერს ეუბნები და მზიას და მათედავიძეს 4 წელიან სასჯელს უსჯი ეს სადაური სამართალია. აზრი არ მინდა გამიცდას უბრალოდ ისე თქმაც მინდოდა, ხა დეტალებში წავედით, ხა და ვიცით ეს უსამართლობაც არის, ხა მაგალითად აი დღეს სასამართლო პროცესზე მოწმე ყავთ გამოსახებული ცრუმოწმე ეწოდებული. ცრუმოწმე რატომ ეხლა რომელიც აი ვიღებ თეთრაშვილს ერთ-ერთ ბრალდებულს ადებს ხელს რომ აი ეს იყო რომ რაღაცა დამარტყა. და ადვოკატი ეკითხება რომელია მომამათში მითხარი. აი ეს ოცირო მიყურებს ეს არ დაიბნა ის მოწმე და ამ დროს არ ესწრება ის თეთრაშვილი პროცესს საერთოდ.
არ არის იქ. ეს ძალიან საინტერესო ანუ ესე იგი ნუ იტუება ადამიანი ელემენტარულად მოსამართლე რო იყოს ახლა ოდნავ წესი ეს საკმარისია აქამდე რომ მოყავდათ პოლიციელები რომ აი დაზარალებდნენ და ყვებოდნენ რომ რაღაცა მომხვდა იქიდან ქვა ისროლეს და თავში მომხვდა ეკითხებოდნენ რომ ამ ხახვა გესროლა აკროზის და არა ვინმე სროლა არ უეციო და მაშინ ამ პროცესზე რატო ხარო ხო ხა კონკრეტულ ადამიანებს ასამართლებენ ხო და ახლა დაასახელა დაადო და იქ არისო და ეტყობა ახალი ის მისცეს ინსტრუქცია რომ დაადეთო ხელი ხო და არისო იქ ის კაცი ძალიან დაგარი ფაქტი რა ისეთი თქმა მინდა ო ამითი ესე ნუ ანუ უსამართლობა წარიათ უსამართლობა ქვია ამას ყველაფერს ეს მაშინაც იყო და ახლა კიდე გადაჭარბებულად არის იმიტომ რომ მაშინ მაგალითად მაშინას იჭერდნენ აქტივისტებს და მონაწილეებს ჩვენ პარტიები მაშინ პოლიტიკაში აქტიურად ჩამოვლი ვიყავი კითხარი კიდე და მარტო ჩვენ პარტიიდან მაგალითად 2009 წლის ამბები რო იყო კარვების ქალაქი და რაღაცა 11 რესპუბლიკური პარტიის აქტივისტი იყო დაპატიმრებული ლიდერებს არ ეხებოდნენ მაგრამ განსხვავება რა იყო ეხლა დაპატიმრებ მარტო ჩვენი პარტიიდან სხვებსაც ყავდათ ბევრი განსხვავება რა იყო არც ერთი მათგანი არ დაუპატიმრებიათ მიტინგებში მონაწილეობის და პოლიციაზე თავდასხმის და ამის ბრალდებით თორე იქ არანაკლები ჩხუბები იყო მაშინაც ყველას ჩაუგდეს ან იარაღი ან ნარკოტიკი არ ცდილობდნენ არა ეს თავისთავად უბედურება იყო მაგრამ იმას მაინც ცდილობდნენ რომ კრიმინალური ის მიეცათ რაღაცა მიმართულება და არ დაეჭირათ ადამიანები იმის გამო რომ მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია ასე ვთქვათ მიტინგის ცნობილი კადრები არის ხო 2011 წელს ნინო ბურჯანაძე სანამ 26 მაისი მოხდებოდა Facebook-ზეც ბევრმა გააზიარა ეს კადრები სანამ 26 მაისი მოხდებოდა თუ გახსოვთ ნინო ბურჯანაძეს ჰქონდა რამდენიმე დღიანი აქცია კოსტავაზე საზოგადოებრივი მაუწყებელთან და იქ ფაქტობრივად ცნობილი კადრები არის პოლიციის მანქანა დალეწეს ხელკეტები იყო მიტინგის მონაწილეობა დალეწეს რატო აკეთებდა დაამტვრიეს მაგრამ ხო 4 წელი რა ორი დღით არავინ არ დაუჭერია იმათაც კი ყველანაირად ცდილობდნენ რომ არ მიცემოდა პოლიტიკური ელფერი ეგ რა ხდება ხალხს იჭერენ გინებაზე ამაზე მე კიდე ცალკე ვიტყვი და სოციალურ ქსელში გამოგვეყნებულ რაღაცა იქ ვიღაცამ მარიამ ლაშხის უწოდა ოპორტუნისტი გვიმრა და ამის გამო ოპორტუნისტი გვიმრას გამო უნდა იყოს გასამართლებული ადამიანი ამაზე მე ცალკე ვილაპარაკე მაგ რა არის იცით აი ჩვენ თუ დავაგვირდებით როგორი მიდგომა აქვს ხელისუფლებას ეს განსაკუთრებით ეს მიდგომა იქ გამოიკვეთა თუ შეიძლება ასე ითქვას რაც კობახიძეა პრემიერ-მინისტრი ამიტომ ახლა გასაგებია რომ ყველაფრის მოთავები ძირევანიშვილია და მის გარეშე არ ხდება არაფერი მაგრამ მაინც მნიშვნელობა აქვს ვინ არის მთავარი ოპერატიული მმართველი შემსრულებელი რაც კობახიძეა დანიშნული პრემიერად ის სტილი ხელისუფლების როგორც აქამდე იყო რომ აი გიტევს მე ხანდახან ტაქტიკურ უკან დახევას ახორციელებს თორსა რაღაცა ხელვარება მე ისე მოდის შეტევაზე არა ასე აღარ არის ეს იმეორებს კობახიძეს ზუსტად იმას რაც ხდებოდა იმ ნაცების დროს და რამაც დიდწილად განაპირობა მაგის თქმა მინდოდა აი ნაცების მიმართ ეს სიძულვილის დაგროვება ანუ არასდროს უკან არ ვიხევთ არაფერზე თქვენ მე მიტევთ მე ორჯერ მეძგიზამთ აი ხა თქვენ კიდე გამოხვედით ხო ქუჩაში ორჯერ მეტად დაგიჭერთ არ გაჭერდით კიდე დაგიჭერთ კიდე არ ჭერდებით ეხლა ჩაგსვამ ციხეში ტყუილად და ასე აი ესე ანუ ბოლომდე მიწოლა ბოლომდე ჩაკულა ყველაფერს შეიძლება ითქვას რომ რაღაცა კობახიძე არის რაღაცა ნაცმოძრაობის მმართველობის რაღაც ჩინური ვარიანტი ესე თუ საგარეო ორიენტაცია არა ეს ირაკლის არ ქვია უფრო არის აი ეგეც იგივეა ერთი სასტავია ეგეც სააგაშვილის ჩინური ვარიანტი არიან ნაცების რა ხა იმიტომ რომ იმას რაღაცა ის მაინც ჰქონდათ იდეური რაღაც მიმართულება და ფიქრობ არ უნდათ დასავლური სამყაროდან ამოვარდრა მიუხედავად ამ ავტორიტარიზმისგან და ზენ ჩინეთისგან და რუსეთისგან მიდიან მაინც არ იმიტომ ჩინური ვარიანტი შეიძლება მაგიტომაც უწოდოთ და ნუ ყალბია ხაჯურია გოიმურია თუ შეიძლება ასე ითქვას რა არ ვიცი გიმერჩებეთულება ეს თუ შეურაცხყოფაში მაგრამ ნუ დაარეთ და უხარისხოა როგორც აკეთებენ ამას ყველაფერს ნუ აი თეთრი ძაფით ნაკერი ქვია ამას რაც კეთდება ამ ადამიანების მიმართ ხო არა ახლა ამ სიტუაციაში და ასეთ ტაქტიკაში იგივე გასაგებია ხო გვარამია რომ არ დაიჭირო როგორ აქვს არა ის ამბობს რომ გირაუზე უარს ვიტყვი თავისთავად მაშინ ამათ უნდა ქონოდათ ის მიდგომა რომ ამ წულუკიანის კომისიაზე დაბარებას არ ყოფილიყო რაღაც ეგეთი მრისხანი ამბავი რომ არიქა ყველას დაგიჭერთ ვინც არ მოხვალთ მაშინ დავიდანვე ასეთი უნდა დაეჭირათ ეხლა ერთი როგორც კი დაიჭირეთ და ყველა უნდა დაიჭირო იმიტომ რომ იმ შემთხვევაში გამოვა რომ სუსტები არიან წავაგეთ და რამდენი უნდა დაგვიჭირო ბოლოს და ბოლოს ეს დაიჭერენ ორს დაიჭერენ სამს დაიჭერენ ამით რა თქმა უნდა მათი იმიჯი ფუჭდება არა მარტო საზღვარგარეთ ასწავლი შეგვეღნის შიგნითაც და რას თავარია აი ეს დამოკიდებულება რომ
არავით არც ერთი ნაბიჯი უკან და ჩვენს უკან მოსკოვია და რაღაც ეს ძველი ლოზუნგი იყო ასეთი სტალინის დროინდელი ზანამი მოსკოვა და რაღაცა აი ასეთი რომ არავით არ შემთხვევაში მივაწვეთ ბოლომდე ჩავკლათ ეს მიდგომა შეიძლება მოცემულ მომენტში მათ გამოადგეთ ანუ რაღაცნაირად ფრუსტრაცია და აპათიაში გადავარდეს ხალხი მაგრამ ეს ბოღმა და გამრაზება არსად არ მიდის ეს გროვდება და ხდება ერთგვარი დაგროვება უკმაყოფილების რომელიც მერე რაღაც მომენტში პატარა საბაბია საჭირო რომ აფეთქდება განცილებით უფრო მაგრად მე ოპოზიციაში გავხდით ნაცების დროს და მახსოვს 2005 წლიდან მოყოლებული 2007 წლამდე 2 წლის განმავლობაში რუსთაველს ვერ კეტავდით არ მოდიოდა ხალხი მიტინგზე იმიტომ რომ პოპულარული იყო თავიდან ის ხელისუფლება ასე კი არ იყო რაღაცა ხალხს კერძულდა მაგრამ დააგროვეს აი ასეთი მიდგომით დიწიე გარდა იმისა რომ ბევრს შეეხეთ პირადად გარდა ამისა აი არაფრის დათმობა არასოდეს დათმობა ყველას დაგიჭერთ ყველას დედას გიტირებ აი დაგროვდა ეს უკმაყოფილება და უცებ ისე მოულოდნელად ამოხეთქვა ისე ამოხეთქა მერე რომ ნუ მერე უკვე სხვა ამბავია როცა ესეთი მასობრივი უკმაყოფილება ხო აგარ აქ ისემა რომ უკვე ამოხეთქა ხო რამდენჯერმე 23-ში 24-ში აი ის მერე წავიდა წამოვიდა ეს ტალღები რაღაცები მოხდა იმის მერე მაგრამ ახლა ამათ დაიწყეს ჩახშობა ყველაფერს აი 24-ის მერე უკვე როდესაც ბინავლებული მუხტი იყო თითქოს აგერ გუში მაგალითად ამ დაპატიმრებით უკვე გააღვიძეს კიდე ხელახლა გარკვეულწილად ხო არ კიდე რამდენი ყავთ დასაჭერია მე კიდე რაღაცები ხო უნდა ქნან იმიტომ რომ ნუ გინდა არ გინდა სხვანაირად ვეღარ იქცევიან უკვე მათ შეუძლიათ და თქმა უნდა სხვანაირად მოიქცენ და ცადონ რაღაცა რომ ცოტა ცივილიზებულებას დაამსგავსონ ეს ქვეყანა და რაღაცა არ იყოს ნუ არ ვიცი ხარ რასაც ახლა ეს ხელისუფლება აკეთებს და რა მეთოდებსაც ესენი მიმართავენ ამას რა ქვია და რა ტიპის დიქტატურაზეა ლაპარაკი და რა ტიპის კონსოლიდაციაზე ავტორიტარიზმის ნუ სადღაც ასეთი ტემპები მე არ მახსოვს არავის არც რუსეთში მოხდა რა მსგავსი რამე ჩინეთშიც კი არ მოხდა რა მსგავსი რამე და არსად თან არ არის საზოგადოებაში ეს განწყობა ამ დიქტატურის ასეთი მოთხოვნა რომ გინდა თუ არა გულწრება იყოს და რაც უნდა ისაკეთოს ეს არ არის დაკვეთას ესენი არასრულები ესენი რეალურად ასრულებენ მხოლოდ ერთი საკუთარი მიზნებისთვის თვითონ იყვნენ კარგად და რაღაც ძალიან მცირე ნაწილის ვიღაცების დაკვეთხოვი განსხვავება იმ ოპოზიციისგან როცა სააკაშვილის ხავდა ოპოზიცია არის ის რომ იმ ოპოზიციაში არ იყო ხალხი რომელიც რაღაც ნაწილს მოსახლეობის ეზიზღებოდა, ზღულდა, ხო? ყოფილი ხელისუფლება არ იყო. ხო, ყოფილი ხელისუფლება არ იყო იქ. მოკავშირი არ იყო მაგალითად ოპოზიციაში, ან არც ასლანას აღორძინების კავშირი. შესაბამისად, დღეს ეს ცვლილება არის, რომ აქეთ ხარის არის ოპოზიციაში პარტია ნაციონალ-მოძრაობის სახით, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს ზურზე ეზიზღება უფრო მეტად ვიდრე ქართული ოცნება. მაგრამ გადააჭერმებენ ასე ეს ძალიან ხელს უწყობს იმაში, რომ ქართულ ოცნების წინააღმდეგ კიდევ მეტი ადამიანი არ გამოდის, ვიდრე გამოდიოდა ამდენ არჩევნებს იგებს და ასე შემდეგ. ეს არის მათი, ასე ვთქვათ, თუ ასე გაგრძელებს ამათმა, აუცილებლად გადააჭერმებს, გადაფარავს. ხო, მაგრამ ეს ადამიანები ხა თავს იმართლებენ მაინც რომ არა ის კაცო დღეს ედო საკმაოდ საინტერესო ის იყო სურათი იყო მაგათაც რომ შეეხება საკმაოდ საინტერესო სურათი იყო Facebook-ზე ლევან მურუსიძის სასამართლო მაშინაც ლევან მურუსიძე იყო არ დაგავიწყოთ გირგულიანის საქმის მოსამართლე რამდენი მიუსაჯა გირგულიანის მკვლელებს მიუსაჯეს 3.5 წელი და იქიდან წელიწად ნახევარი გაატარეს ციხეში თუ გახსოვს და მე კიდე ხინგლებს უზიდავდნენ იქ. მაგრამ 3.5 მიუსაჯა და მათედევიძეს ჯოხის მოქმედთვის 4.5. ანუ მურუსიძის სასამართლო მაშინაც ეხაცა. ანუ მარტო ის ფაქტი რომ ისინიც სააკაშვილის რეჟიმის მურუსიძესნაირ ხალხს ეყრდნობოდა და ეს რეჟიმის მურუსიძესნაირ ხალხს ეყრდნობა მარტო ეს ფაქტია უნდა მეტყველებდეს ხო ყველაფერზე სიამბლეში რა ხდება და რას გვაქვს საქმე მაგრამ რასთან გვაქვს საქმე ხო ვერა ჩვენ პრინციპში ალბათ ხომ მოვა ის დრო ეს ხელისუფლება აღარ იქნება ხე იმედი ასე დადგება და ჩვენც მოვესწრებით ამას პირველი რაც გასაკეთებელია ნამდვილად პირველი არის დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის გამართვა ის რომ ჩვენ 30 წელი ვერ შევძელით ამ სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება არც ერთმა ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა ეს არის მთავარი დანაშაული, ასე ვთქვათ, ინსტიტუციური დანაშაული ქვეყნის წინაშე. ეხლა რომ სასამართლო იყოს ძლიერი და დამოუკიდებელი, ვერ იქნება ბიზნეს ივანიშვილის ავტორიტარული მმართველობა, ვერ იქნება ეფექტიანი, იმიტომ რომ დაიჭერს გამოუშვებს ის მოსამართლე, სასამართლო მიიღებს კანონს, გაგიუქმებს იმ კანონს.
ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეხლა ეს გალუსტაშვილი რო არის ეს კალბადონი ვინც ეს 4 წელი და არის მისცა ახალგაზრდა 21 წლის ამ დევიძეს ეხლა ასეთებით თუ დააკომპლექტებ რომელიც მონასაც ვერ დაარქვევ ეხლა მონა შეიძლება იყოს იძულებული ესენი არიან აი ესეთი აი როგორ გითხრათ რა შეგნებული ჯალათები რაღაც ახალს რაღაც კუნძებზე თავს რო აჭრიდნენ აი ეგეთი ტიპებია ხო მე წეღავ საუბრობდი დანაშაულის პროპორციულებასთან და ზოგს ეს გონია რაღაც აი უნიშნულო საკითხი და უნიშნულო ძალიან გადამწყვეტი საკითხი არის არა მარტო 15 დღეიჯდები თუ 5 წელი არა მარტო იმაში რა ქვია იურისპრუდენციაში ანუ ცხოვრებაშიც კი ერთ-ერთი გადამწყვეტი საკითხია რამდენად პროპორციული იქნება რეაქცია ხო პოლიტიკაშიც კი ანუ შენ შეიძლება ვიღაცასთან მართალი იყო მაგალითად აი ვიღაცა მეგობარობა შენთან შეცდა და საყვედურს იმსახურებდეს მაგრამ შენ თუ ადგები და ამის გამო ცემ იმის ვაგებად კი შენ რო გაგამართლონ შენ გაგამტყუნებენ რომ კი ბატონო საყვედური გეთქვა მაგრამ ცემას არ იმსახურებდა აი ესეც კი ნიშნავს იმას რომ რეაქციის პროპორციულობა არის ბევრ რამაში გადამწყვეტი იგივე ხა სააკაშვილის მომხრეები ხშირად ამბობენ ხოლმე რომ აი ჩვენ დროისო კრიმინალებს ვებრძოდითო ქურდებიო და კრიმინალ მართლა საშინელი ვითარება იყო მაშინ ხო ყველაფერს ქურდები და კრიმინალები აკონტროლებდნენ და ამ მიმართულებით წარმატება ჰქონდა იმ ხელისუფლებას და ეს კრიმინალებიო მე ციხეშიო ჩვენ ოპოზიციამ წამებულებად აქციაო და სიამოვნებაში ოპოზიციამ კი არ აქცია წამებულებად სააკაშვილის ხელისუფლებამ აქცია წამებულებად თორე პირველ ხანებში როცა სააკაშვილის ხელისუფლება ამ ხალხს იჭერდა კორუმპირებულებს და ხალხი დაშუკრავდა მაგრამ მე სასჯელის არაპროპორციულობა რომ დაინახეს ამ შემთხვევაში მარტო წლებს კი არ იგულისხმება წამება რომ დაუწყეს ამ ხალხს ცემა რომ დაუწყეს ანუ ის ხალხი ვინც გუშინ დანაშაულებად მიაჩნდა ადამიანებს უცებ გახდნენ წამებულები იმიტომ რომ ხალხმა დაინახა რომ არაპროპორციულად კაცრად ექცევიან ამაზეა საუბარი ანუ სააკაშვილის თავარი შეცდომაზე იმ ხელისუფლებას ეგ იყო რომ კრიმინალები იქცნენ წამებულებად იმიტომ კი არა რომ ვიღაცას კრიმინალები უყვარდა იმიტომ რომ ადამიანებმა დაინახა რომ არაპროპორციულად ექცევიან მათ ანუ სასჯელის არის არაპროპორციულად სოფლის კლუბში ვიღაცა სოფლის მაღაზიაში პური მოიბარა და 6 წელი თუ 8 წელი მიწევდა ცხეთაში იყო ჩემთვის ფიცრებს რომ კრებდნენ ხო ჩეკრებითობის პრინციპით კი ახლაც გამოიყენეს რაღაც ჩეკრებითობის პრინციპი სააკაშვილის მიმართ იგივე თვითონ ვის მიმართ მაგრამ ეხლა იგივე ეს მათადევიძეზე მეც დარწმუნებული ვარ ეხლა რომ იესაჯა მაგალითად მოსამართლეს ნუ სიტუაცია ამბობს 6 თვე რომ იესაჯა არა 4 წელი და 6 თვე რეაქცია რა თქმა უნდა მაშინაც იქნებოდა უარყოფითი და პრინციპში პროტესტი იქნებოდა მაგრამ ნაკლებად ზაფრი იქნებოდა მაინც ვიდრე 4 წელი და 6 თვე 4 წელი და 6 თვე პრაქტიკულად მაქსიმუმი იყო რაც მიუსაჯე რა ვიცი ახლა ალბათ 10 წელი რო ყოფილიყო შეეძლოს 10 წელსაც მიუსაჯე რა ეთქობა ასეთი ინსტრუქცია აქვს რომ ამ მურუზიძეს სასამართლოს რომ მაქსიმალური სასჯელი მისცეს ყველას დარწმუნებულია დღესაც არის ხო სასამართლო პროცესი მაგათაც ეგრე მიუსჯიან დაახლოებით უმეტესობას კი ბატონო ამათ გონიათ რომ ესე მიუსჯით და დამთავრდება აი მორჩება ეს თემა და არ მოშტება ეს თემა და არ მოკვდება ეს თემა პირიქით გაგრძელდება და გაღრმავდება კი ბატონო ხო ბუნებრივია ეს ასე იქნება და აი იმაზე მინდა აუცილებლად ვისაუბრო სიტყვის და რაღაც შეურაცხყოფის გამო ადამიანების ხო დასჯაზე როცა ხო ციხეც კი არის გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობა და ასევე არის გათვალისწინებული ნუ ჯარიმები და ასე შემდეგ მაგრამ ნუ გასაგებია მე რაღაც მომენტში შეიძლება მესმის მიუხედავად იმისა რომ ქვეყანაში ახლა გინებაც კი დაცულია და სიტყვის თავისუფლებაში გადის თუ ახლა პირისპირ ადამიანს არ აგინებ და უშუალოდ ჭხუბს არ იწვევ ხო ახლა რაღაც პოლიტიკოსების მიმართ გინება მაგრამ ნუ კი თავიდან როცა გავიგე რომ ასეთი კანონი მიიღო ოცება ვიფიქრე რომ აი გინებას და ასეთ რაღაცებს გრძალავენ მეთქი რა რომ ახლა პოლიტიკოსებს თუ აგინებენ და რაღაც შენი დედა და ასე შემდეგ სოციალურ ქსელში ამას შეეხება ეს ჯაროები მეთქი და უცებ ფაქტისიაში დავდეგით რომ ვიღაცა რაღაც მოღალატე რო უწოდა გუშინ ახლა ის ყავდა ტომასიანის სტუმრად გიორგი მას დაიბარეს მხოლოდ იმისთვის რომ მოღალატე უწოდა მას რა ქვია მარიამ ლაშქს ან წარმოვიდგინე ხა პოლიტიკური შეფასებას მოღალატეს ვერ უწოდებ პოლიტიკოს თუ მიგაჩენ მოღალატე მონა ვიღაცამ არაქალი ან რაღაცა ეს ანუ ასეთ რაღაც ან გინებაზე და რაღაცებზე კი არ არის ამბავი ან წარმოვიდგინე ასეთ რაღაცებზე მაგრამ აქ ყველა საინტერესო
ხო, და პლუს რაღაც ბოლშევიკი უწოდა თუ ასე შემდეგ. ბოლშევიკი ხო არის შეფასება არა, მაგრამ შენი პოლიტიკა შემო იმაჩია რომ მოღალატეობრივ ბოლშევიკური. ხო, რას შუაში აქ შეურაცხყოფა. ანუ წარმოიდგინე ხარ როგორ სიტუაცია თან იქ წერია კანონში რომ ეს ეხება ეს კანონი ვრცელდება არ აკრძალული არის თანამდებობის პირების შეურაცხყოფა, ანუ პარლამენტარების თავლებრივ მოქალაქეს შეიძლება აგინოს. ანუ წარმოიდგინე ხელისუფლება შეუძლია ოპოზიციის ლიდერებს აგინოს ეძახოს მოღალატეები, უსამშობლოები, იმიტომ რომ ისინი თანამდებობის პირები არ არიან, მაგრამ შენ პარლამენტარებს და მთავრობის წევრებს იგივეს ვერ ოპოზიცია იგივეთ ვერ უპასუხებს. თუ სტანდარტია, ლაპარაკი პირიქით უნდა იყოს, ანუ უფრო მეტი სტანდარტით დაცული უნდა იყოს რიგითი მოქალაქე, ვიდრე თანამდებობის პირი. იმიტომ თანამდებობის პირის შეფასება შეუძლია ყველას და ცნობადი სახეა და ასე ვთქვათ, მისი საქმიანობა ცნობილია. თუმცა ამ მხრივ მე საერთოდ მომხრევარი იმისი და თავის დროზე ნაცმოძრაობის დროს მოდაჟურის ეს მაშინ ყველაზე უმრავლესობაში ვიყავი, არ ვიყავი ჯერ ოპოზიციაში. მიღებული აქვს თავისუფლების ინსტიტუტმა მოამზადა ეს კანონი მახსოვს ძალიან კარგად და მოქმედი კანონმდებლობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. მე მეჩნია რომ ეს კანონი არის ძალიან კარგი და ყველა ეს მუხლი რაც მიიღეს ეს არის ამ კანონის უხეში დარღვევა. აუცილებლად არის საერთოდ ყველა ეს კანონი გასასაჩივრებელი საკონსტიტუციო სასამართლოში და იმიტომ რომ აქ კი არის აპელირება სხვადასხვა ევროპულ ასე ვთქვათ პრაქტიკაზე. ევროპის ქვეყნების ბევრ ევროპის ქვეყანაში რაღაც დოზით ადამიანის შეურაცხყოფა და ცილისწაება არის დასჯადი, მაგრამ ეხლა ასე ზეპირად რო ვთქვი, რომ აი იქ ისჯება, აი იქ როგორ ისჯება, რა კონტექსტია, რა მტკიცებულებები უნდა წარადგინოს იმან დაცვის ხარებ და ბრალდების ხარებ, რომ ვიღაცა დაისაჯოს ამის გამო, რა სასჯელებია ამაზე. ამას კი არ ამბობენ, ამბობენ უბრალოდ აი იქაც არის, მაგრამ როგორ არის და რანაირად არ ვიცი. თუმცა ჩვენთან, ჩვენ იმიტომაც რომ ერთი ხა არც ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში იქაური სასამართლოს დამოუკიდებლობა არ დგას ეჭქვეში. რომ იქ არ არის იქ სასამართლო სისტემა არსებობს, რომელიც ობიექტურად გასჯის. ამ შემთხვევაში ასეთი რეპუტაცია აქვს ყველა მოქალაქეს ჯერა იქ თავის სასამართლო სისტემის, ხო? ასეთ ქვეყნებში როგორიც ჩვენთან არის, დავარქვათ ეხლა პირდაპირ ავტორიტარიზმი თუ არა, თუნდაც ჰიბრიდული რეჟიმი იყოს და მით უმეტეს ავტორიტარულ ქვეყნებში აქ ასეთი ტიპის კანონმდებლობას რომელიც გულისხმობს ცილისწამებისთვის და შეურაცხყოფისთვის ვიღაცის დასჯას, როგორადაც არ უნდა დაწერო მისი ბოროტად გამოყენების ხელისუფლების მხრიდან მისი ბოროტად გამოყენების ალბათობა არის ძალიან მაღალი. და პრაქტიკაში ეს ყოველთვის ასე გამომჟღავნდება. შენ კი ვერ გამოიყენებ მაგალითად ხელისუფლების წინააღმდეგ ამას იმან თუ გიწოდა და გაგინა. მაგრამ ის თუ რამე არ მოეწონა შენი შეფასება აუცილებლად ამ კანონით გამოდის რომ ივანიშვილი არ არის დაცული. ხო, მაგრამ მარიამ ლაშხისთვის შეუწყობს მიყენება დასჯადია და ივანიშვილისთვის არა. აბა სინჯოდა შევაგინოთ და იმიტომ რომ ივანიშვილი თანამდებობის პირი არ არის. ოი გახდება უწევ ინტერპრეტაციას როგორც უნდა იმას ისაც ვიცემს. თუ კი შეიძლება მოღალატე შეიძლება იყოს შეურაცხყოფა, რაღაც კი არაპოლიტიკური შეფასება. და იმ კანონს, როდესაც ვამბობდი ხა იმ თავისუფლების სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონს, იქ პირდაპირ ერთი მუხლი არის, რომ აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. ანუ მოსაზრება თუა, ჩემი რომ მე თუ ვიმაჩნია რომ ვიღაცა მოღალატეა, ეს არ შეიძლება იყოს საერთოდ გარჩევის საგანი. რა თქმა უნდა. და მეორე არის კიდე რომ თუ იმან მაგალითად ჩათვალა რომ რაღაცა შეურაცხყოფა არის ძალიან სუბიექტურია. ვიღაცა შეიძლება გაბრაზდეს იმაზე, მე რო ვთქვა რომ მაგალითად ეს არ მუშაობს კარგად, ვერ ასრულებს სათანადოდ თავის მოვალეობას. შეიძლება ჩათვალოს რომ შეურაცხყოფაა, ეს როგორ მე მგონია რომ ასრულებ და ვიღაცა მეუბნება ვერ ასრულებს. ცუდად მუშაობს მაგალითად ვიღაცაზე რომ დავწერო. შეიძლება ვიღაცამ ისე შეურაცხყოფა დაღიკვას, არ არის აუცილებელი გვიმრავ ეძახო და რაღაცა ის მოვალატე, ხო? შეიძლება ჩათვალოს, აბა ეს სუბიექტურია. ამიტომ იმენ უნდა დაამტკიცოს ამ კანონის მიხედვით, ჩვენი მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ძველი კანონის მიხედვით, მან უნდა დაამტკიცოს, რომ ზიანი მიიღო, ამით დაზიანდა მისი საქმიანი რეპუტაცია და რაღაცაში ხელი შეეშალა. აბა ასე ეცქება დალიოს მაშინ ისა ცივი წყალი კაცო. ასე მიყოლას რაღაცა წინს, ახლა პოლიტიკა ეგრე არ არის, პოლიტიკაში როსაქმიანობა რაც ჩემ მეც ბევრი მანწავდა. ახლაც მანწავ, ზოგ რაღაც პოლიტიკოსი უგონი ვარ. და დეპუტატი ზოგიერთს და კიდე მას რესპუბლიკურ პარტიას აგინებს ხოლმე, როცა ჩემთვის ცუდის თქმა უნდა, მაგრამ რა ვქნა ხა მე წავიდე სასამართლოში უჩულო ამაზე, რა თქმა უნდა არ ვაკეთებ ამას. მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ეს ყოველთვის შეიცავს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საფრთხეს და ამის პრაქტიკის მოწმეც ვართ ახლა. ხო, უბრალოდ
უბრალოდ აქ რაზე არის ხო რაზე მინდა ყურადღება რომ გავამახვილო თუმცა ვიდრე ამ თემაზე გადავალ ერთი მაყურებელი წერს ეთყობა წინა ხელისუფლების მომხრე არის რომ რეჟიმს რო იძახითო რეჟიმი არჩევნების გზით არ მიდია ამას ნაცები ხშირად იმეო ნაცები და ყოველივე ყოფილი კოცები ხარ თუ კოცი რატო არ არის რადგან მიშას ვაკრიტიკებდი მაგითო თორე ოცნებისთვის ხმა არასდროს არ ვიმიცი მოკლედ ანუ წარმოიდგინეთ როგორ რაღაცა არის რა რომ ამას ხშირად იმეორებ ნაცები რომ რადგან ვითომ ის ანუ ისინი წავიდნენ არჩევნებით წააგეს ხელისუფლება ამიტომ ყველა ცოდვა ჩამოვაწერო თუნდაც სააკაშვილის რაებიც იკადრა რაც იკადრა ხო და მე ამაზე მარტივი პასუხი მაქვს ხოლმე რა როცა ნაცები ამას ამბობენ რომ არჩევნებით წავიდნენ კომუნისტებიც საქართველოში ზვიად გამსახურდნენ არჩევნებით მოუგო კომუნისტებს და ეხლა მოდი მაშინ ვთქვათ რომ კომუნისტების დემოკრატები იყვნენ რა იყვნენ დემოკრატები ბატონო კომუნისტები ხო ასე რომ ამაზე იფიქრეთ ხდება ხოლმე როცა დიქტატურაც კი შეიძლება არჩევნებით დამარცხდეს თუ ის უკვე მორყეულია არჩევნების წინ როგორც მაგალითად ციხის კადრების გამოქვეყნების მერე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება იყო ჩამოშლილი იმ ბორო ორ კვირაში ჩამოიშალა თუმცა კომუნისტებივით არა მაგრამ დიდწილად ამან მოახდინა ძალიან დიდი გავლენა ხო ამ ყველაფერზე და დასავლეთის ფაქტორი იყო იქ ხო ნუ ბევრი ფაქტორი იყო ბუნებრივია მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად რომ ეგ მარტო ვერ გამოდგება ასე ვთქვათ იმათ გამართლებად ხო რომ თურმე არჩევნების გზით წავიდნენ ხო შეიძლება ოცნებასაც მოუწიოს არჩევნების გზით წასვლა შეიძლება ასე მოხდეს ესეც და მე ეს თქვენი არგუმენტი ნაცებს უკან შემოგიბრუნდებათ რა ამიტომ ნახოთ ამ ყველაფერს დაველოდოთ ჩვენ გვაქვს ახლა რეკლამის შემდეგ შემოგვიერთება ვალერი ჩეჩელაშვილი სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევის ხელმძღვანელი და მასთან ერთად უკვე ვისაუბრებთ საერთაშორისო პოლიტიკაზე უფრო კონკრეტულად კი ისრაელის სპეცოპერაციაზე ირანის წინააღმდეგ უნიკალური სპეცოპერაცია ჩაატარეს და შესაბამისად ამაზე გვექნება გადაცემის მეორე ნაწილში საუბარი აშასე ჩვენ დაუბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით, გადაცემის ანაწილში ისრაელის ოპერაციაზე ვისაუბრებთ. შეგახსენებთ, ისრაელმა ირანში ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის მიერ ირანზე გახორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპნენ ირანის არმიის შტაბის უფროსი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის მეთაური და ირანის საგანგებო სიტუაციების სარდლობის სარდალი. ამასთან ირანმა დაადასტურა, რომ ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ბირთვულ საკითხებზე მომუშავე სულ მცირე 6 მეცნიერი დაიღუპა. ისრაელის საჰაერო იერიშების საპასუხოდ ირანმა ისრაელის ტერიტორიაზე მიმართულებით 100-მდე დრონი გაუშვა და ამას ომის გამოცხადე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არახჩიმ თქვა, რომ გაეროს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ირანის წინააღმდეგ ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმები არის ომის გამოცხადება. ამასთანავე ირანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელი გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გადაჭრას ეს საკითხი და აცხადებს, რომ თავდასხმა ირანის სუვერენიტეტის უხეში დარღვევა. ვალერი ჩეჩელაშვილი არის ჩვენი სტუმარი, როგორც გითხარით, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი. მოგესალმებით, ბატონო ვალერი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და რავი, როგორ შეაფასებთ ამ ახლაც უნიკალური ამბავი მოხდა. თან წარმოიდგინეთ, ეხლა ისი არის ხალხი დახოცილი, ჯარების სარდლები და გენერლები, რომ აი კორპუსში არის პირდაპირ მათი 9 სართულიან კორპუსში ისე წერტილი უნდა არის დარტყმული, რომ კორპუსის სხვა არც ერთი ცხოვრები დაზიანებული არ არის. მხოლოდ მათი ბინა არის აფეთქებული. ძალიან საინტერესო, ალბათ ამაზე მე ფილმებსაც გადაიღებენ. ნუ თქვენ როგორ შეაფასებთ რა? ნუ ფილმს პირველ რიგში გადაიღებენ ალბათ ობობის ქსელზე, იმ ოპერაციაზე, რომელიც უკრაინელებმა ჩაუტარეს რუსებს, მაგრამ ეხლა ამას რო დაუბრუნდეთ, მე ვფიქრობ, რომ ეს დიდი სიურპრიზი არავისთვის არ უნდა ყოფილიყო. იმიტომ რომ ჯერ ერთი ჩვენ ამისთანა ოპერაციები არა ამისთანა მასშტაბის, მაგრამ ადრეც გვინახავს ისრაელის მიერ განხორციელებული ირანის წინააღმდეგ. იმაზე რომ ამ ოპერაციას განახორციელებდა, ღიად საუბრობდა ისრაელი და რატო არ მიიღეს ეს ყურად ირანში, არ ვიცი. შეიძლება დავასკვნათ, რომ ორი მიმართულებით მიმდინარეობდა ირანთან დაკავშირებით ირანთან დაკავშირებით საქმიანობა. ერთი ამერიკის შეერთებული შტატები აწარმოებდნენ მოლაპარაკებას ბირთვული შეთანხმების თაობაზე და მეორე მოსალოდნელი იყო ეს სამხედრო ესკალაცია უკვე ისრაელის მხრიდან და ეხლა არაფერს ახალს არ ვიტყვი, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს
იყო შეთანხმებული ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. მე ვფიქრობ, რომ ეს ესკალაცია გამოიწვია იმანაც, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაკარგა იმის იმედი, რომ მოხდებოდა შეთანხმება ბირთვული გარიგების ირანთან. კონდა მიცემული სხვათა შორის 2 თვე. დღეს ტრამპი გამოვიდა და 60 დღის ვადა მივეცი და აი 61 დღეს რა მოხდაო ხო ხედავთ. არ ვიცი ხა ამასაც კონდა იგივე ვადებს, მაგრამ სავარაუდოდ ამერიკამ აუნთო მწვანე. იგივე ვადებს ასახელებდა დაახლოებით ისრაელის ხელმძღვანელობა და ეხლა რაც ჩანს, რომ მართლა იყო ძალიან კარგად მომზადებული და სერიოზულად ეს ოპერაცია. ძალიან წერტილოვნად, ასე ვთქვათ, განხორციელდა დარტყმები. მე ვფიქრობ, თან ეს დარტყმები იყო არა მხოლოდ კონკრეტული ფიზიკური პირების წინააღმდეგ მიმართული, ან ბირთვული ობიექტების, არამედ ბალისტიკური რაკეტების ბაზების წინააღმდეგაც. მე ვფიქრობ, რომ სერიოზული დანაკლისი განიცადა ირანმა, საერთოდ აფასებდნენ ვიდრე ამ დარტყმამდე, რომ დაახლოებით 800 ბალისტიკური რაკეტა გააჩნია ირანს და დაახლოებით 250 რაკეტა დაზიანებულია ამ დარტყმის შედეგად. ყოველ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ვინაიდან აი ხელმძღვანელობა სამხედრო იქნა გამოყვანილი მწყობრიდან, რეალურად ანუ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების დაირღვა ირანში და ვერაფერი უკეთესი ვიდრე 100 დრონის ასე ვთქვათ შეტევის განხორციელება. ხო, ალბათ კიდე იქნება პასუხი ეცდებიან ხო ირანის მხრიდან შეიძლება იყოს. რა შეიძლება ამას იგივე რეგიონში მოყვეს შედეგი და მეორე კითხვა მეკნებოდა ჩვენზე თუ იმოქმედებს აი აქ რამე. დიახ, კარგი კითხვები ახლა. მე ვფიქრობ, რომ ირანი რა თქმა უნდა შეეცდება რაღაც გაკეთებას, მაგრამ ჩანს უკვე რომ ირანი დარჩა მარტო. ეხლა რუსეთმა გააკეთა საკმაოდ იმისთანა უკბილო განცხადება, რომ პუტინი იღებს ამ პატაკებს და ასე ვთქვათ არის საქმის კურსში. ერდოღანმა გააკეთა შესაბამისი განცხადება, მიმართული ასე ვთქვათ იმაზე, რომ ეს არის ესკალაცია და ის ეწინააღმდეგება ამ გზის, მაგრამ რეალურად ესე იგი ეხლა იდეალური ურთიერთობები არც თურქეთს არ აქვს ირანთან და მაინც და მაინც ეს ის პარტნიორად ვერ მოიაზრება. ამიტომ ისე ჩანს, რომ ირანი დარჩა სავსებით მარტო. ეხლა შეიძლება რა თქმა უნდა ბალისტიკური იარაღიც გამოიყენოს ირანმა. ნუ რა არის ბალისტიკური რაკეტა? ბალისტიკური რაკეტა ზიდავს დაახლოებით 1 ტონამდე ასაფეთქებელ ნივთიერებას. ნუ ჯერ ერთი ძალიან სერიოზული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აქვს ისრაელს. ამიტომ მე ეჭვება, რომ დიდი ზარალი შეიძლება მიაყენოს ამ დარტყმებით ირანმა ისრაელს, მაგრამ ამით გამოიწვევს შემდგომ ესკალაციას. ეხლა ამ ესკალაციისთვის მზად ირანი როგორც ჩანს არ არის. მაგრამ თუ 1-2 რაკეტა მაინც ასე მოხერხდა და მიაღწია ისრაელის ტერიტორიას, ის რა თქმა უნდა იქნება დანაკლისი და იქნება შეიძლება მსხვერპლიც, მაგრამ ის არათანაზომიერია იმ შესაძლო მსხვერპლთან, რომელიც შეიძლება მოყოლოდა ირანის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას მომავალში და როგორც ჩანს, ამის სერიოზული საფრთხე იდგა, რამაც უბიდგა ისრაელს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. მე ვფიქრობ, რომ სერიოზული ესკალაცია არ იქნება. ირანი შეეცდება, რომ რაღაც თქვა სახის შესანარჩუნებლად რაღაცა ისრაელიც თქვა ამას მიიღებს ამ თამაშის წესს, ადრეც გვინახავთ ჩვენ ეს. მაგრამ ეს დასრულდება და ალბათ მე ახლა ვივარაუდებ, შეიძლება ეს ცოტა გაბედული რაღაც ის არის, აქვე მოსაზრება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ახლა უფრო მეტი შანსია, რომ ირანი წავიდეს ბირთვული გარიგების შეთანხმებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რა იცვლება ზოგადად, ასე ვთქვათ, გლობალურად, ხო? ეს არის რა თქმა უნდა შესუსტება ირანის და აქედან გამომდინარე შესუსტება რუსეთის. ანუ ამითი გაძლიერდა ამერიკის როგორც რუსეთში ძალიან დიდი შეშფოთება გამოიწვია, უკაცრავად გაწყვეტინებთ ამას. ახმატის ვიცით რომ ხა ესეთი არის დანაყოფი ახმატი, რომელიც მეთაურიც გამოვიდა და თქვა რომ სასტრაფოთო მობილიზება უნდა გამოცხადდეს 1 მილიონი კაცი რუსულ არმიას უნდა დაემატოს, ანუ 1 მილიონი დამატებით უნდა გავიწვიოთ, რომ ეს ატყობა იმის რომ უკრაინის ომი სწრაფად დავასრულოთ და იგივე ჩვენც არ გაგვიკეთონო, რაც ისრაელმა გაუკეთა ირანს. იმიტომ რომ ოპერაცია დაახლოებით ისეთი იყო, რომ როგორც კიევმა ჩაატარა
ნუ მასშტაბი შეიძლება განსხვავდება, მაგრამ მსგავსი ხო, იქაც ახლა თვითონ რუსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ და იქედან ააფრინეს დრონები და აქაც იყო ნაწილი ოპერაციის, სადაც ირანის ტერიტორიიდან მოქმედებდნენ იქ შესული დივერსანტები და რუსეთსაც რუსეთში შეაქრო, შეიძლება იგივე დაემართოს კიდევ ერთხელ, უკვე დაემართა ხო იმ ოპერაცია აბლაბუდას დროს. დიახ, საერთოდ ესე იგი აი თავის სტრუქტურით, განხორციელებით, იდეოლოგიით ეს ორი ოპერაცია უკრაინელების განხორციელებული და ისრაელების ძალიან რაღაც კომპონენტებში წააგავს ერთმანეთს და არ გამიკვირდება თუ რაღაც ასე ვთქვათ ინსტიტუტები უკრაინის და ისრაელის ერთმანეთს ამ გამოცდილებას უცვლიდნენ, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადება არის ცოტა ნაადრევი, არ მგონია რომ მოსკოვში ძალიან ბედნიერები იყო ამ განცხადებით, იმიტომ რომ ნამდვილად არ არის ახლა მზად რუსეთი იმისთვის გამოაცხადოს მობილიზაცია. რა მოყვა ამისთანა გამოცხადებას 22 წლის სექტემბერში ჩვენ ვიხილეთ კარგად. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ახლა ეს ნუ რა თქმა უნდა 1 2 3 დღეს არის დანიშნული უკვე უშუალოების საბჭოს ხდომა. იქ იქნება მიღებული გადაწყვეტილება თუ არა ვეჭვობ, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები რა თქმა უნდა დაბლოკავს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, როგორც მინიმუმ შეიძლება მას დიდი ბრიტანეთიც შეუერთდეს, მაგრამ განხილვა იქნება და რაღაც დემონსტრაციული რაღაც ზომები იქნება მიღებული ირანის მხრიდან, მაგრამ სერიოზულ ესკალაციას ადგილი არ იქნება უბრალოდ იმიტომ, რომ არათანაზომიერია პოტენციალი ამ შემთხვევაში ერთის მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის და მეორე მხრივ ირანის. უფრო ვარაუდობდნენ, რომ გამწვავება მოხდებოდა ამერიკასა და ირანს შორის. ხო, რადგან ეს ულტიმატუმი ჰქონდა ტრამპს წაყენებული, მაგრამ საინტერესოდ განვითარდა. ტრამპი სერიოზულ ულტიმატუმებს ეხლაც უყენებს. ამბობს, რომ ეხლა არის შანსი, რომ გარიგება შეთანხმდეს და თუ ეს არ მოხდება, მაშინ გაცილებით უფრო ბრუტალური დარტყმების ქვეშ მოექცევა ირანი. ეს პირდაპირ მისი ციტატაა, ასე ვთქვათ, მისი გამონათქვამის და ამაზე საპასუხოდ ირანი, რა თქმა უნდა, ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიც არის დამნაშავე ამ ქმედებაში, რომ ის წყვეტს მოლაპარაკებებს, ეს განცხადება უბრალოდ თქვენს, რომ შაბათს კვირას დაგეგმილი მოლაპარაკებები ომანში აღარ შედგება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს აღიქვა რიგმა ესე იგი თქვა სპეციალისტებმა იმასთან და იმის გამოვლენებად, რომ საერთოდ შეწყდება მოლაპარაკებები, მაგრამ მე მგონი, რომ რაღაც პაუზის შემდეგ მოლაპარაკებების განახლება და ეს ესკალაციაც იქნება განმუხტული. ერთი მომენტზე მინდა რაღაცნაირად ყურადღება გამახვილოთ, აი ამ სიტუაციაში არის მოსაზრება, მე შევხვდა ყოველ შემთხვევაში, რომ ეს სპეცოპერაცია მაინც და მაინც რუსეთისთვის არ იქნება დიდად დამაზარალებელი და იმიტომ არ იქნება, რომ ამე თუ გაიზრდებაო ნავთობზე ფასებიო. რაც რუსეთისთვის ხელსაღრელია მოკლედ გარკვეულწილად და ну, პრინციპში ასე ვთქვათ, იმ დრონებს რო აწუდის ირანი რუსეთს, ეს ხელს არ შეუშლის დიდად. ამიტომ რუსეთი რამდენად შეიძლება რუსეთი დაზარალდეს თუ ერი ასე ვთქვათ, მაინც აი უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ. ну, რეალურად ესე იგი ვინ არის მხარდამჭერი რუსების ამ ომში? ეს არის ჩრდილოეთ კორეა, ეს არის ირანი და ბევრი ადანაშაულებს მათ შორის ჩინეთს, რომ შეფარულად რაღაც კომპონენტებს აწვდის და ესე იგი ამ ტრიადიდან გამოითიშება როგორც მინიმუმ ერთი, იმიტომ რომ საკუთარი პრობლემები ექნება მოსაგვარებელი ირანს. ეხლა გაიზარდა ნავთობის ფასები ნამდვილად, იმიტომ რომ ირანი დაახლოებით 2 მილიონ ბარელს აწვდის მსოფლიო ბაზარზე ნავთობს, მაგრამ ირანი თვით არის სანქცირებული და ირანის ნავთობი ძირითადად იყიდება როგორც რუსული ნავთობი ინდოეთსა და ჩინეთში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება, ამას არ იქნება ტენდენციის მხარე, ისევ დასტაბილურდება ნავთობი და დაუბრუნდება იმ გრძელვადიან ტენდენციას შემცირების ფასების. ამასთან ერთად თვითონ ამ ესკალაციის ანუ განეიტრალებაც ხელს შეუწყობს იმას, რომ საერთაშორისო სავაჭრო სისტემა და ნავთობით ვაჭრობა მათ შორის დაუბრუნდება თავის სტაბილურ ტენდენციებს და გრძელვადიანი ტენდენციები არის დაკავშირებული ძირითად ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებთან, მათ პოლიტიკასთან, როგორც არის საუდის არაბეთი და ამ ქვეყნებს აქვთ გადაწყვეტილი ის, რომ მიაწვდიან მეტ ნავთობს საერთაშორისო ბაზარს. ну საერთოდ კი ერთადერთი რუსეთისთვის ხეირი რაც აქედან აღმოჩნდა შეიძლება იგი იყოს რომ ნავთობის ფასი გაიზარდოს და მოკლევადიანი ეფექტი ამას ექნება, მაგრამ მხოლოდ მოკლევადიანი და ამასთან ერთად ზოგადად ახლა ერთ-ერთი ძირითადი მხარდამჭერის გარეშე დარჩენაც მაინც და მაინც რუსეთისთვის კარგი არ იქნება. ახლა ეს ზოგადად
ამან შეიძლება გააძლიეროს ასევე მომავალი სასანქციო პაკეტები, რომელსაც ახლა ამუშავებს ევროკავშირი. იქ არის საუბარი იმაზე, რომ ესე იგი ჭერი ფასების ნავთობის რუსეთისთვის $45-მდე უნდა იყოს შემცირებული და ძალიან საინტერესო იქნება სხვათა შორის რა გადაწყვეტილებას მიიღებს დიდი შვიდეული, რომელიც მოკლევადაში ეხლა ხან დაგეგმილია მე მგონი 25-26 ივნისს იქნება დიდი შვიდეული თუ არა. 25-26-ში იქნება ნატო სამიტი. ეხლა მომავალ კვირაში ორშაბათს-სამშაბათს იქნება დიდი შვიდეული და აი იქ შეიძლება სასანქციო რეჟიმი რუსეთთან უფრო გამკაცდეს კიდე ამასაც. გასაგებია. ესეთი ის არის რა ქვია, საინტერესო გვერდი Facebook-ში World Military ქვია, რომელიც ამ სამხედრო ანალიტიკას აკეთებენ და საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია უწერიათ ამ სპეცოპერაციაზე. დაახლოებით 4 საათის წინანდელია ეს ინფორმაცია, მაგრამ საინტერესოა, რომ გავიაზროთ უწყვეტ რეჟიმში უკვე 11 საათია ისრაელის საჰაერო ძალების 300-მდე გამანადგურებელი რამდენიმე საზღვაო ხომალდი და ათობით დივერსიული ჯგუფი ირანის ტერიტორიაზე ურტყამს ირანის სამხედრო ობიექტებს, მაღალი ღირებულებების სამხედრო ტექნიკას და სხვა სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას პარალელურად უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება კიბერთავდასხმები ირანის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. თითქმის სრულად არის განადგურებული ირანის შეერაღებული ძალების და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის სამხედრო ხელმძღვანელობა. მოშლილია მართვა კონტროლის მექანიზმები, ნადგურდება ლოჯისტიკა და საპასუხო დარტყმებისთვის აუცილებელი სისტემები და ისინი წერენ, რომ ირანს აქვს არჩევანი, რომ დანებდეს და კაპიტულაციის გზით წავიდეს შეთანხმებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევს დარჩენილი ძალების და საშუალებების დივერსიფიკაცია და ისრაელთან უკვე დაკოჭლებულ მდგომარეობაში ომში შესვლა, რაც ისრაელის მხრიდან გამოიწვევს ირანის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე იერიშების დაწყებას, რაც სრული სამხედრო და პოლიტიკური გამარჯვების მიღწევის შანსებს გააჩენს. ანუ ეს ერთჯერადი რაღაც აქტი არ იყო. გამგზავრება მიმდინარეობდა. ეხლა ეს 4 საათის წინანდელი ინფორმაციაა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთხელ კი არ დაარღვეს, რამდენი გრძელდებოდა და შეიძლება კიდევ გაგრძელდეს. ხო, ეხლა ნეთანიაჰუმ თქვა, რომ მიმართა ირანელ ხალხს, რომ თქვენ არ გებრძვითო, ეხლა თქვენი თავისუფლების დროაა. შეიძლება აქ საერთოდ მიზანი იყოს, რომ ეს რეჟიმი დაემხოს, ხო? აი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანელ ხალხს თქვენ არ გებრძვით, თქვენი გათავისუფლების დღე ახლოსაა. ანუ ას შეიძლება საერთოდ რეჟიმის დამხობაზე იყოს ირანში საუბარი, არ ვიცი. ნუ პირველადად ჩანს საპირისპირო რამ ესე იგი ხარდავჭერი, ანუ რეჟიმის ხარდავჭერი სერიოზული მანიფესტაციები იმართება ახლა ირანის ქალაქებში, მაგრამ სრულებით ბუნებრივია. როგორც პირველი გამოძახილი, ხო, მაგრამ აი ეს რომ გაგრძელდა, საერთოდ დილიდან იყო ცნობები, რომ 5 ტალღა იყო შედევის 200 გამანადგურებელის მეშვეობით. ახლა ჩანს 300 გამანადგურებელი და უფრო მეტი ტალღა შეტევის. ჩანს რომ ეს ოპერაცია მართლა ძალიან კარგად და დეტალურად იყო მომზადებული და ეს ზუსტად იმაზე მეტყველებს და ამაგრებს ჩვენ მოსაზრებას იმის თაობაზე ამხარებს, რომ ირანს რეალურად სერიოზული საპასუხო დარტყმის შესაძლებლობები პრაქტიკულად აღარ ექნება, მაგრამ არ მგონია რომ აქ კაპიტულაციაზე და რაღაც იმაზე სრულიად დამარცხებაზე და აღიარებაზე მარცხის იყოს საუბარი, რაღაც სახეს ინაც შეუნარჩუნებენ საიმისოთ, რომ მან ეს ხელი მოაწეროს ამერიკის შეერთებულ სხვათა შორის ამერიკელებთან ხელმოწერა ამ დოკუმენტის იქნება ირანის სახის შენარჩუნების ერთ-ერთი შესაძლებლობა. და ამიტომაც ვფიქრობ, რომ რეჟიმი თუ დადგა ამის წინაშე, იმიტომ რომ იქ ხა გვახსოვს ჩვენ ირანში სერიოზული გამოსვლები იყო ოპოზიციის, მაგრამ ნუ მოახერხა ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების უпростоრად და მოახერხა, ხო, რამდენიმე წლის წინ. პერიოდულად არის ხოლმე ესეთი რამდენიმე წლის წინ. ეხლა იმ ხალხმა თუ იბრძოს სისუსტე ამ რეჟიმი, შეიძლება კიდე აი ნეთანიაჰუ ნახე რა უთხრა, მაქვს გზავნილი ირანელი მამაცი ხალხისთვის. თქვენ არ გებრძვით, ჩვენ ვებრძვით სასტიკ დიქტატურას, რომელიც 46 წლის განმავლობაში ჩაგრავთ. ჯერა რომ თქვენი გათავისუფლების დღე ახლოსაა და როდესაც ეს მოხდება, ჩვენ ორ უძველეს ხალხებს შორის დიდი მეგობრობა კვლავ აყვავდებაო. ეს ძალიან დროული და ძალიან კარგად თავისი ფრაზეოლოგიით ძალიან კარგად ჩამოყალიბებული მესიჯი. მეორე მხარე არის ის, რომ გაიგებს თუ არა ირანელი ხალხი ამ მესიჯს, მიუშვებენ თუ არა ამ მესიჯს საერთოდ ირანელებამდე, მაგრამ როგორც პირველი ტალღა ჩვენ ხედავთ, რომ არის მხარდაჭერა რეჟიმის, რაც სავსებით ბუნებრივია, მაგრამ ეს რომ დაცხრება ეს პირველი ტალღა და რომ გამოჩნდება ალბათ გამოჩნდება და ამას ვარაუდობთ, გამოჩნდება სიზუსტე თეირანის რეჟიმის, მაშინ შეიძლება იმძლავროს უკვე ამ
შიდა წინააღმდეგობებმა და დადგეს რეალურად პერსპექტივა იმისა, რომ შესუსტდეს ძალიან დიდი ამბავი იქნება იქ, თუ ეს რეჟიმი აიათოლების თუ დასრულება. რეალურად ეს გამოიწვევს თუნდაც რაღაცა დასუსტებას ამ რეჟიმის და იქ დაიწყება რაღაც სერიოზული პროცესები, ეს თქმა უნდა ეს სერიოზული შედეგი იქნება, გლობალური შედეგები ექნება ამას, მაგრამ ამის სასარგებლოდ ისიც მეტყოლებს, მე ვფიქრობ, რომ როგორც ვხედავთ, ჩვენ ირანი პრაქტიკულად მარტო დარჩა. და მარტო დარჩენა ისრაელის და ამერიკის წინააღმდეგ კაკს არაფერს არ უქადის. გასაგებია, ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ვალერი ჩეჩელაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა. მე გემშვიდობებით კვირამდე, კვირას 20 საათზე გადაცემით პოლიტქალაქი დაგიბრუნდებით.